დიახ, ცოტა ხნის წინ საქაერო ნავიგაციამ გავრცელა განცხადება, რომლიდანაც ირკვევა, რომ სამაშველო ვერტმფრენი, რომელიც მიემართება ავიაკატასტროფის ადგილას, ეკუთვნის სწორედ საქაერო ნავიგაციაც და ისინი მიემართებიან ამ დროისთვის დამატებითი დახმარების აღმოჩენისთვის და მათ ასევე საქმის კურსში ჩააყენეს აზერბაიჯანის განჯის აეროპორტი, საიდანაც თურქეთის სახაერო ხომალდი დღის პირველ ნახევარში დაიძრა. ასევე ამ დროისთვის ჯერჯერობით უცნობია, რამდენი არის გარდაცვლილი ავიაკატასტროფის დაღუპული ავიაკატასტროფის შედეგად, თუმცა თუ ვიხელმძღვანელებთ ილჰამ ალიევის, აზერბაიჯანის პრეზიდენტის განცხადებით, რამდენიმე ადამიანი არის ამ დროისთვის დაღუპული, მან სამძიმარი გამოუცხადა თურქეთის პრეზიდენტს სამხედრო მოსამსახურეების დაღუპვის გამო და ოფიციალური წერილი გამოაქვეყნა სულ ცოტა ხნის წინ, ასევე ცოტა ხნის წინ განცხადება გაავრცელა თურქეთის შინაგან საქმეთა მინისტრმა, რომელიც ესაუბრა გელა გელაძეს, საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრს, რომელისგანაც გავიგეთ, რომ გელა გელაძე ადგილზე ავიაკატასტროფის ადგილას მიემართება. მწუხარებით შევიტყვე, რომ ჩვენი თავდაცვის სამინისტროს C-130 ტიპის სამხედრო სატვირთო თვითმფრინავი, რომელიც აზერბაიჯანიდან ჩვენს ქვეყანაში მოდიოდა, საქართველო-აზერბაიჯანის საზღვარზე ჩამოვარდა. სამძებრო სამაშველო სამუშაოები გრძელდება. ტელეფონით ვესაუბრე საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრ გელა გელაძეს, რომელიც ასევე ადგილზე მიემგზავრება. მწუხარებას გამოვთქვამთ თურქეთის საჰაერო ძალების სამხედრო სატვირთო თვითმფრინავის ჩამოვარდის შედეგად სამხედრო მოსამსახურეების დაღუპვის ტრაგედიული ამბის გამო. ვიზიარებ თქვენ მწუხარებას და ჩემი და აზერბაიჯანელი ხალხის სახელით. გულწრფელ სამძიმას გიცხადებ თქვენ გარდაცვლილთა ოჯახებსა და ახლობლებს, ასევე თურქეთის მოძმე ხალხს. ლაივ რადარზე ჩანდა თურქული ბორტი, რომელიც განჯის აეროპორტიდან აფრინდა და მალევე მასთან ყველანაირი კონტაქტი გაწყდა და სავარაუდოდ სწორედ ეს არის ის თურქული ხომალდი, საჰაერო ხომალდი, რომელიც დაეშვა უკვე საქართველო-აზერბაიჯანის საზღვარზე ჩამოვარდა. ასევე მედიაში ვრცელდება ასეთი ინფორმაცია, რომ ბაქოში გამართულ აღლუმში მონაწილე თურქი კომანდოსები მიყავდა თურქეთში ამ საჰაერო ხომალდს, თუმცა ეს არის ჯერჯერობით დაუდასტურებელი ინფორმაცია და რა ინფორმაციასაც მოვიპოვებთ ჩვენ ბუნებრივია მთავარ გამოშვებაში, ცენტრალურ გამოშვებაში მოუყვებით მაყურებელს.